Აღლოთ იყოთ ახლა ყურადღებით რუსთავიორზე. სწორედ ჩვენი არხი გიამბობთ პირველად, რომ ბაკურიანში გაიხსნა ბანაკი, სადაც თქვენს შვილებს დაასვენებენ და თან ინგლისურ ენასაც ცოდნასაც გაუღრმავებენ. ეკა ამირეჯიბი გვერდება ბაკურიანიდან. დილამშვიდობისა ეკა. დილამშვიდობისა საქართველო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას, როგორც გააცემის დასაწყისში დავაანონსოთ, დღეს ჩვენი ჩართობი ბაკურიანიდან მიმდინარეობს, სადაც მე მგონი მშვენიერი პირობებია ბავშვებისთვის, რომ შემოუერთდნენ საზაფხულო ბანაკს, სკოლა ბანაკს, რომელიც წელს კომპანია World Express-ის შეთავაზებით ხორციელდება პირველად, უკვე პირველი ნაკადი, როგორც ვიცი, აქ არის გიორგი სიხარულიძე, ხო? მოგუყვება ეხლა ზუსტად რა უპირატესობას ფლობს ეს სკოლა ბანაკი, რამდენი ბავშვია უკვე აქ და საერთოდ რა მეთოდებით ხდება ინგლისური ენის გაუმჯობესება დონის არ დაგავიწყდეთ. გარდა იმისა, რომ ბავშვები ისვენებენ თანატოლებთან ერთად აქტიურად ცდილობენ რომ გაიტეხონ ენა, ხო, ინგლისურში. დილამშვიდობისა. დილამშვიდობის, მოგესალმებით თქვენ და ტელემაყურებლებს. მინდა მოგახსენოთ, რომ ეს არის World Express-ის პირველი პროექტი. World Express-ს აქვს 3 დეპარტამენტი: ტრეველი, ტრეინინგი და ტრანსპორტი. მგონი ეს ჩვენს მაისურებზეც წერია. ამ შემთხვევაში ეს არის ტრეინინგის პროექტი, რომლის მიზანია დასვენების პირობებში, არა გაკვეთილის თქვათ და რაიმე მეცადინეობის პირობებში უზრუნველყოს ბავშვის კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე ერთმანეთში ყოფით პირობებში. რომ გამოუმუშაოს ის ინსტინქტები და მოუხსნას სალაპარაკო ინგლისურის კომპლექსები. მოხდათ იმისა, რომ ასე ადრეა უკვე ეს ხორციელდება დილით. დაასრულეს საუზმე, კი, ნაწილი საუზმობს, ჩვენ შეგვიძლია ვიხილოთ ისინი როგორც საუზმობენ და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პროექტი საკმაოდ მიუხედავად იმისა, რომ პირველია საკმაოდ წარმატებულია, ბავშვებს ძალიან რამდენი ბავშვია უკვე შეგვიძლია? ამჟამად არის 14 ბავშვი, მაგრამ რა თქმა უნდა გათვალისწინებულია თვითონ სახლი და კომპლექსი უფრო მეტ რაოდენობაზე. რა საკიდან მოდიან ბავშვები, ანუ ბანაკში? 17 წლამდე სკოლის მოსწავლეები, რომელსაც გააჩნიათ საბაზისო ინგლისურის დონე, და ინგლისურად უნდა მივესალმო, ხო? Good morning, guys. ესეთი აქტიურები არიან. დიახ, ეგრე საუზმობენ გოგოები, ბიჭები, შეგვიძლია დავათვალიეროთ. და როგორ ხდება, ანუ თავიდან შერჩევა დონის განსაზღვრა, რომ შემდეგ შედგეს უკვე ჯგუფი, რომ რაღაც დიდი განსხვავება არ იყოს, თქვათ, მათ ცოდნაში? დიახ, მშობელთან ერთად მოდის ბავშვი ოფისში, რა თქმა უნდა, ხდება მასთან გასაუბრება, ბავშვის შთაბეჭდილებების შესახებ, რა სურს მას, გამოკითხვა იმის შესახებ. ხდება მისი ინგლისური დონის შემოწმება, თუ თქვათ რაღაცა. როგორ გამოცდის სახით უბრალოდ გასაუბრების? გასაუბრების ფორმატით, ისე რომ ბავშვი არ თქვათ დაიწვისთოს და რაღაც არ დაიძაბოს. ჩვენ მასწავლებლებთან, უცხოურ და ქართულ მასწავლებლებთან ერთად ხდება გასაუბრება, ისინი გაესაუბრებიან, დაასკვნენ ბავშვის დონეს და იმ მაქსიმალურ ყურადღებას აქცევენ, თუ რამდენად დასჭირდება მას დამატებითი ყურადღების მიღება. რამდენ დღიანია ეს პროგრამა, მოდი, ესეც გითხარი? ბანაკი არის 20 დღიანი. სრულიად საკმარისი დროა, რომ ბავშვი მაქსიმალურად გაიწაფოს უშუალო გარემოში ინგლისურად კომუნიკაციასთან ერთმანეთში. არ არის გაკვეთილი. ქართულად საუბარიც ეკრძალებათ, როგორც ვიცი. საუბარი იგრძალება, არის ჯარიმები, თქვათ, იქ აზიდვები ან რაღაც. 10 აზიდვა თითო ქართულზე. სპორტული ჯარიმები, ქართულად ლაპარაკი ეკრძალებათ და მაქსიმალურად საუზმის დროშა. საუზმე, სადილი, ვახშამი, გაკვეთილი, თქვათ, ბუნებაში, ტყეში გასენება, ყველაფერი ხდება დღის განმავლობაში ინგლისურად. ამიტომ ეს მაქსიმალურად გაუჯდება ინგლისურად ლაპარაკი და მოუხსნეს ყველანაირ პედაგოგია, რომელიც ახლა ეს არის ჩვენი ინგლისურენოვანი პედაგოგი, დიახ, რომელიც საუზმის დროსაც კი ესაუბრება ინგლისურად. რა ქვია თუ სატი. სატი? Mr. Sati, hello. Oh, it's okay. და ესე იგი ჩვენ 1 საათში მე როგორც ვიცი უკვე გვექნება საშუალება რომ მივადევნოთ თვალყური როგორ მიმდინარეობს ბავშვების დღის განრიგი უკვე ღიაცის ქვეშ, ხო? დილის გამომხნევებელი ვარჯიში არის ნაწილი, მე მგონი მათი კი, საუზმის შემდეგ არის ვარჯიში, შემდეგ გაყავს ბუნებაში და იქ ხდება უშუალო გართობა მეცადინეობა ინგლისურ ენაზე, რა თქმა უნდა. აუცილებლად ჩვენ ამას მივადევნებთ თვალყურს, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი მშობელი ახლა ადევნებს თვალყურს ჩვენს გადაცემას, ვისაც ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, სად გაამწესო ზაფხულში უხეშად რომ ვთქვათ ბავშვი, დასასვენებლად ისე რომ დროც არ დაკარგონ მათ უქმად, ჩვენ შემოგიერთდებით აუცილებლად 1 საათში, მანამდე კი მე ბავშვებთან ერთად ერთ ჭიქა ჩაიზე არ ვიტყოდი ნამდვილად უარს დროებით.